დანაშაულებრივია თუ არა წესი, რომლითაც თბილისის მერიის საკუთრებაში არსებული სამედიცინო ცენტრების და პოლიკლინიკების გასხვისება ხდებოდა. სამსახურიდან გაურკვეველი მიზეზებით გათავისუფლებული ექიმები იმ სქემაზე საუბრობენ, რომლითაც პოლიკლინიკების მეპატრონე ჯერ მერია ხდებოდა, შემდეგ კი კერძო ინვესტორი. 2012 წელს გიგი უგულავა მიხეილ სააკაშვილის განკარგულების საფუძველზე გამსხვილებული პოლიკლინიკები იმ კომპანიას გადასცა, რომელსაც ანდრია ურუშაძის ძმა ნიკოლოზ ურუშაძე, მისი ცოლი, ცოლის ძმა სიდედრი და მეგობარი მართავდნენ. პოლიკლინიკების გასხვისების სქემის დეტალებით ქეთევან გიგაშვილი. გიგის დაჟინებული თხოვნა იყო თბილისის მერის, რომ ანდრია გადასულიყო თბილისში ეს ამოგვექაჩა ეს სფერო და ამიტომ ანდრია რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ მთავარ თანამებრძოლად ამ საკითხების და ბევრ სხვა საკითხისა და მე ვფიქრობ ის თავის ბევრ სიტყვას იტყვის. 2012 წლის 15 მარტი. მიხეილ სააკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ანდრია ურუშაძის ნაცვლად წნორის ახალ საავადმყოფოში ზურაბ ჭიაბერაშვილი წარადგინა. ყოფილი მინისტრი კი თბილისის მერმა საკუთარ მოადგილედ დანიშნა. ურუშაძეს კვლავ ჯანდაცვის სფერო ჩააბარეს, მაგრამ ამჯერად დედაქალაქის მთავრობაში. ანდრიამ იმუშაობს წკინვალეთ. მე მინდა თქვა, ჩვეულებრივ გადაადგილებები დაკავშირებულია ხოლმე იმის რომ რაღაცით არა ვარ ყოფილი, მე არ შემიძლია თქვა რომ რამით არა ვარ ყოფილი ანდრიას მუშაობაში. უბრალოდ ჩვენთვის ყველაზე რთული უბანი ეხლა, სადაც ყველაზე მეტად გაგვიჭირდა ჯანდაცვაში არის თბილისი. ყველგან რეგიონებში შენდება და თბილისში არის ყველაზე ბევრი ძველი საავადმყოფო, ყველაზე ძიმე პირობებში. მიხეილ სააკაშვილის ამ განცხადებიდან 1 წელზე მეტი გავიდა. თბილისში მდებარე ჯანდაცვის ობიექტებში ამ პერიოდის განმავლობაში ცვლილებები ნამდვილად განხორციელდა. სწორედ ანდრია ურუშაძის მერიაში გადასვლის შემდეგ თბილისის პოლიკლინიკების კერძო ინვესტორებზე გასხვისების პროცესი გააქტიურდა. დღევანდელი მონაცემებით ქალაქის სხვადასხვა ნაწილში პოლიკლინიკების გაერთიანებისა და გამსხვილების შედეგად სამედიცინო დაწესებულებათა რაოდენობა 18-დან 5-მდე შემცირდა. ეს ყველაფერი მოდიოდა მერიიდან, იმიტომ რომ მერიის მიერ იყო ეს ყველაფერი გადაწყვეტილი და დაგეგმილი, მით უმეტეს მერის მოადგილე იყო ანდრია ურუშაძე იმ პერიოდში და ზუსტად ისე გააკეთეს, რომ მანამდე ბევრი დაწესებულება მიიყვანეს გაკოტრების პირას, მერე მოხდა დაწესებულების ზოგის გაუქმება, ზოგის შერწყმა. აი მაგალითად ჩვენ შემთხვევაში სადღაც 18 დაწესებულებამდე არის აი 5 დაწესებულებაში შერწყმული და გაერთიანებული. და პრაქტიკულად ის შენობები არის გამონთავისუფლებული. პირველადი ჯანდაცვის ობიექტები, რომელიც მანამდე სახელმწიფოს საკუთრებაში იყო, პრეზიდენტის განკარგულებით მერიის მფლობელობაში გადავიდა და კერძო მესაკუთრეს პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა. ჩვენ მივიღეთ ის, რომ პირველადი ჯანდაცვის ობიექტები პრაქტიკულად თბილისში არ დარჩა სახელმწიფოს კუთვნილებაში. ფაქტიურად და რეალურად მათ ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ ეს დაწესებულებები დაენგრიათ. რამდენიმე პოლიკლინიკის გაერთიანების შემდეგ გამოთავისუფლებული შენობა ნაგებობები მერიის ბალანსზე გადავიდა. პროფილშენარჩუნებული სამედიცინო დაწესებულებები კი ეტაპობრივად გაიყიდა. მეორე სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი, სამედიცინო ცენტრი ჯანმრთელობა და პირველი სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი 2012 წლის 20 აპრილს შეპესე მედისონს გადაეცა. ამავე დღეს შეპესე კლერიონის მფლობელობაში გადავიდა ვაკეში მდებარე თბილისის საოჯახო მედიცინის ცენტრი და 30-ე შერეული პოლიკლინიკა. სამეწარმეო რეესტრში დაცულ დოკუმენტებში ჩანს, რომ შეპესე კლერიონი ქონების შეძენამდე 2 დღით ადრე 18 აპრილს დარეგისტრირდა. თუმცა ამ ფაქტს მერიის ნდობის მოსაპოვებლად და რამდენიმე მილიონიანი ქონების გადასაბარებლად მისთვის ხელი არ შეუშლია. აქ არის ერთმანეთთან შეთავსებული ხელისუფლების წარმომადგენლებისა და მოქალაქეების, ანუ ხელისუფლების წარმომადგენლების მართული მოქალაქეების ინტერესები. 150 მილიონის ღირებულების ქონებას ასხვისებ მიზერულ ფასად, ისე რომ ამ ფასის გადახდის ვალდებულებასაც კი არ აკისრებ წინასწარ შემძენ პირს. პირველადი ჯანდაცვის ობიექტების გაყიდვა მხოლოდ ამ დაწესებულებებით არ ამოწურვია. რუსთაველზე მდებარე 13 პოლიკლინიკა და სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი შუა ქალაქი თბილისის მერიამ საპარლამენტო არჩევნებიდან 1 თვის შემდეგ 2012 წლის 2 ნოემბერს აუქციონზე გაიტანა. ქონება შეპესე მედიკომის მფლობელობაში გადავიდა, რომელიც სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის მიხედვით აუქციონის გამოცხადებიდან 1 კვირის შემდეგ 2012 წლის 9 ნოემბერს არის დაფუძნებული. აუქციონის პროცედურა, ჩატარების პროცედურა არ არის დაცული, დაწყებული.
ქონების აღრიცხვით და გულისხმობ აუქციონზე გასატანი ქონება, ანუ ლოტი უნდა იყოს ნათლად განსაზღვრული, უნდა იყოს აღწერილი, უნდა იყოს შეფასებული. ასეთი რამ არ არის გაკეთებული. მაგალითად, შუა ქალაქი, პოლიკლინიკა, სამკურნალო პროფილაქტიკური ცენტრი მდებარეობს ისეთ ზონაში თბილისში, სადაც 1 კვადრატული მეტრის ღირებულება განისაზღვრება 1998 ლარით და აუქციონის საწყის ღირებულებად განისაზღვრა 230 ლარამდე ოდენობით. იმის მიუხედავად, რომ თბილისში არსებული პოლიკლინიკების შეძენა სხვა კომპანიების სახელით ხდება, ყველა კომპანიის დამფუძნებელი და 100%-იანი წილის მფლობელი ერთი და იგივე პიროვნება კახაბერ ლომსაძეა. როინ ხიჯაკაძე მედპერსონალის ინტერესებს იცავს. ის ამ საკითხზე უკვე რამდენიმე თვე ამუშაობს. ადვოკატი კახა ლომსაძის პიროვნებით დაინტერესდა. ეს პიროვნება ამერიკის შეერთებული შტატებიდან არის გამოქცეული, გადაკეთებული აქვს გვარი, იმიტომ რომ კახაბერ ჯამბასიშვილის გვარით ამერიკის შეერთებული შტატების სამართალდამცავი ორგანოები ეძებენ სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის გამო ამერიკის ტერიტორიაზე. ეს პიროვნება წარმოადგენს ასევე მედიკომი 2, მედისონი, კლერიონი, კალა, დეველოპექსი ამ ორგანიზაციების დამფუძნებელს. ეს პიროვნება ყიდულობს ყველა ამ ობიექტს და შემდეგ ამ ორგანიზაციებში ახდენს თავისი წილის დათმობას სხვა პირების სასარგებლოდ. შემთხვევა, რომელზეც როინ ხიჯაკაძე საუბრობს ადვოკატის განმარტებით ლოს-ანჯელესში 1998 წელს მოხდა. კახაბერ ლომსაძე ამერიკაში 1995-1998 წლებში მართლაც ცხოვრობდა. ჩვენ ინფორმაციის გადამოწმება საქართველოს იმ მოქალაქეებთან ვცადეთ, რომლებიც ამ წლებში ლოს-ანჯელესში ცხოვრობდნენ. რესპონდენტებმა ვინაობის გამჟღავნება არ ისურვეს. იმ სასჯელზე ძალიან დიდი ახლაც იჯდება ციხეში. ახლაც კი და გამოიქცა. გამოვიდა და მეთქობა ეშინოდა, რომ სასამართლო მიუჟიდა მაინც და ესე 25 წელი. ან 15 ხო გავიდა, კიდე 10 წელი იჯდებოდა. კახა ჯამბაზიშვილის, იგივე კახა ლომსაძის ისტორია ადვოკატისთვის პოლიკლინიკების შეძენის პროცესში საინტერესო აღმოჩნდა. მონაწილეობას ღებულობს პირთა ერთი ჯგუფი, ვერ ნახავთ ამ ჯგუფის გარეშე პირს. და ეს არის სულ სადღაც 7-8 ადამიანი. ესენი მოქმედებენ უბრალოდ კახაბერ ლომსაძის ხელით, ვინაიდან ეს არის კომპრომეტირებული პიროვნება, მის მიერ ნებისმიერი დაკვეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში იგი დგება იმ საშიშროების წინაშე, რომ თქმა უნდა ხელისუფლების მაღალჩინოსნები არიან ჯერ კიდევ ის ადამიანები, ვინც ამ პროცედურებში ღებულობენ მონაწილეობას, იგი განწირული არის პასუხისმგებლობისათვის, იმ პასუხისმგებლობისათვის, რაც მას მოსდევს ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რის გამოც არის გამოქცეული იქედან. რამდენიმე მილიონად შეფასებული ქონების შეძენამდე კახა ლომსაძე მოვალეთა რეესტრშია რეგისტრირებული. მან ქონების შეძენამდე თითქმის 2 თვით ადრე 2012 წლის თებერვალში 23,000 ამერიკული დოლარის კრედიტი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ჯორჯიან კაპიტალისგან აიღო. ლომსაძის ქონება იპოთეკითაა დატვირთული აპრილშიც, როდესაც მის მიერ დაფუძნებული კომპანიები მრავალმილიონიანი პოლიკლინიკების შესყიდვას ახორციელებენ. თვითონ გააჩნია სხვისივალი, არ გააჩნია არავითარი ბიზნესი, არ აქვს არავითარი შემოსავალი, საიდანაც შეიძლება დადასტურებულიყო მისი შესაძლებლობა, ფინანსური შესაძლებლობა, რომ მან რაიმე ღირებულების მქონე ქონება შეიძინოს აუქციონზე, ან აიღოს საინვესტიციო ვალდებულება პირდაპირ მიყიდვის ფორმით მასზე ქონების გადაცემის დროს. კახა ლომსაძემ ქონების შეძენიდან ცოტა ხანში კომპანიაში საკუთარი წილები გაასხვისა. კომპანია მედისონის 25%-იანი წილის მფლობელი ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ანდრია ურუშაძის ძმის, ნიკოლოზ ურუშაძის სიდედრი მარინა გოგეშვილია. დიახ, ჩემი სიდედრი არის. ჩემმა ცოლის მამ განახორციელა ინვესტიციები თავის ოჯახთან ერთად და არის ჩემი სიდედრი. ამაში მე არც უკანონოს, არც არაეთიკურს და არც ვერაფერს ვერ ხედავთ. დასაბალიც არაფერი არ არის. ნიკოლოზ ურუშაძე ჩვენთან საუბარში არ უარყოფს კახა ლომსაძესთან მეგობრობას. ისინი ერთმანეთს ჯერ კიდევ ამერიკიდან იცნობენ. თბილისი პატარაა და ყველას მეგობარი არის და კი, ვიყავით კი არა, ვიცნობ კარგად, კარგი ურთიერთობა მოხდა. ვიცნობდი ამერიკაში და კიდევაც გაგიმეორეთ, რომ მქონდა შეხება და მქონდა ურთიერთობა და რამდენჯერმე შევხვედრი ვარ და ვიცნობ ამერიკიდან დაწყებული, მაგრამ ეხლა არ ვიცი, საით მიყავთ ეს დიალოგი. ურუშაძე ამერიკის შეერთებულ შტატებში 1997-2008 წლებში სან-ფრანცისკოში ცხოვრობდა. ისტორია, რომელიც კახა ჯამბაზიშვილს იგივე კახა ლომსაძეს შეემთხვა და რის გამოც მის მიმართ ამერიკაში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო, ლოს-ანჯელესში მოხდა, სადაც ჯამბაზიშვილი სან-ფრანცისკოდან შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე ჩავიდა. თავის მეგობრებთან იყო სან-ფრანცისკოში ასული ერთი კვირით. ქართველი ბიჭები იყვნენ
მას მერე ჩამოვიდა ლოს-ანჯელესში, ასევე ერთი კვირი და შეემთხვა ესეთი უბედურება. ამ დრომდე ნიკოლო ზურუშაძე პოლიკლინიკების ბიზნესში მისი და მისი ძმის ინტერესს არ ადასტურებდა და პირველადი ჯანდაცვის ობიექტების შეძენას ცოლის ოჯახის ბიზნეს საქმიანობა დაფასებდა. თუმცა დღეს ირკვევა, რომ ერთ-ერთ კომპანიაში კახა ლომსაძის მიერ წილის გაყიდვის შემდეგ დირექტორად ნიკოლოზ ურუშაძე დაინიშნა. იმის მიუხედავად, რომ ახალ მესაკუთრეს ჯანდაცვის ობიექტების პროფილის 5 წლის ვადით შენარჩუნების ვალდებულება დაეკისრა, დაწესებულებების შეძენიდან მალევე მედპერსონალის განმარტებით ექიმების შემცირება დაიწყო. ზოგიერთ განყოფილებას კი გაუქმების საფრთხე დაემუქრა. თუმცა ნიკოლოზ ურუშაძე ექიმების გათავისუფლების ფაქტს უარყოფს. ან კვალიფიკაცია არაფერ შუაში არ არის. მეორე კადრების ჰქონდათ სხვა პრობლემა, ან ინტერესთა კონფლიქტი იყო, იგივე ქარბატონი მარინა, რომელიც აგერ გვერდზე აგივე შენობაში მუშაობს და იგივე სერვისებს აწარმოებს და ძირითადად იმას აკეთებდა, რომ აქედან პაციენტებს ბოდიში და ქაჩავდა თავისი ბიზნესისათვის. რა თქმა უნდა, ეს ინტერესთა შეუთავსებლობაა და მისი გაშვება არ შეიძლება ჩაითვალოს რაღაცა არაგონივრულ ან არასამართლებრივ აქტად. ეგეთი ფაქტები შეიძლება არსებობდა, მაგრამ არანაირი, საყოველთაო ექიმების დათხოვნა ამ კომპანიაში, როგორც მე ვიცი, არ ყოფილა. გაანთავისუფლეს ენდოკრინოლოგი, გაანთავისუფლეს კარდიოლოგი, როგორ გიგებთ, გაანთავისუფლეს თერაპევტები, ძალიან ბევრი ექიმი გაანთავისუფლეს. მე შემიძლია მოიყვანო მაგალითად, რომ იქ სადაც მე მუშაობდი, მე პოლიკლინიკაში, იქ ვიყავი 19 თერაპევტი და გადმოგვიყვანეს 9. ეხლა ამჟამად დარჩა 4. 45,000 ადამიანს მოემსახურება 4 ექიმი. გთხოვთ ამეხსნათ. პოლიკლინიკებში მიმდინარე პროცესები მედპერსონალთან ერთად ომის ვეტერანებსაც შეეხოთ. ომისა და სამხედრო ვეტერანთა ვაკის კავშირი უკვე რამდენიმე წელია, რაც პირველი პროფილაქტიკური ცენტრის შენობაში ერთ პატარა განყოფილებაში განათავსეს. თუ არ უნდება ვინმეს, თუ არ გვინდება. კავშირის წევრებმა შენობაში გადასვლის შემდეგ აღმოაჩინეს, რომ ტერიტორიის მესაკუთრე კერძო კომპანიაა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ოფისით ვეტერანთა უზრუნველყოფის საკითხი ჯერ კიდევ გადაუჭრელია, მესაკუთრე მათგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვს. ომის ვეტერანთა ვაკის კავშირის თავმჯდომარე დღეს მათი ორგანიზაციის არათანაბარ სიტუაციაში ჩაყენებაზე საუბრობს. ქალაქის შრომის პენსიონერები, რომელსაც ხელმძღვანელობს ანდრია ურუშაძის მამა. აქ იყვნენ თურმე ყოფილა ანდრია ურუშაძის ძმა. ხო და ამიტომაც იმათ გამოუნახეს ამ ქალაქის კავშირის ანდრია ურუშაძის მამას იქ ხილიანზე ოფისი. ხო და ისინი გადავიდნენ. ჩვენ კი დავჭით უბრალოდ როგორ იცით რა უქლებები, ყოველ დღე ველოდებით რომ გვეტყვიან, ხვალ უნდა წახვიდეთ, ხო? ქეთევან სკიტიშვილი წლების განმავლობაში პირველ სამკურნალო პროფილაქტიკურ ცენტრში ექთნად მუშაობდა. დღეს უკვე სამსახურის გარეშე დარჩენილი მედდა მისი გათავისუფლების დეტალებს იხსენებს. თვლი რომ ამიტომ გამათავისუფლეს, რომ Facebook-ის გვერდზე დავდეს სტატუსი, რომ მედდებს აიძულებენ ოთახების დალაგებას და დაუკარგეს ნაშრომები და აიძულებენ ხელმეორედ გადაწერას. შემოვიდა ეს ჩვენი ბატონი გენდირექტორი. ისეთი ყვირილი დამიწყო ჩემთვის ცხოვრებაში, არავის ასე ხმა არ აუწევია. ძალიან მაღალ ხმაზე ყვიროდა, შენ როგორ დამაბრალეო მეო, ასეთი რამო, რა დავაბრალე, ვერ გავიგე, საერთოდ არ მიხსენებია მისი სახელი Facebook-ის გვერდზე. რატომ გადაწყვიტა ქალაქის მერიამ პოლიკლინიკების გაყიდვა? რა იყო პირველადი ჯანდაცვის ობიექტების გაყიდვის საფუძველი და მიზანი? თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოში ამ კითხვებზე საკუთარი არგუმენტები აქვთ. მთავრობამ იღებს გადაწყვეტილებას მერიაში ყველა გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. ჯანდაცვის სამინისტროსთან იქნებოდა მაშინდელ მინისტრებთან იქნებოდა შეთანხმებული. ჩვენ შევეცადეთ დავით ჭედიასთან გაგვერკვია რა პრინციპით შეირჩა კერძო მესაკუთრე, რომელსაც ქალაქში არსებული წამყვანი პირველადი ჯანდაცვის ობიექტები უკონკურენტად პირდაპირი მიყიდვის წესით გადაეცა. რატომ ენდნენ რამდენიმე დღის დაფუძნებულ კომპანიებს და მის დამფუძნებელ კახა ლომსაძეს, რომელსაც საკუთარი კომპანიების მსგავსად ბიზნეს წარსული არ გააჩნდა. რა თქმა უნდა, საერთოდ არ მაინტერესებს ვინ იყიდის, მთავარია ვინც იყიდის, შესაბამისად გააკეთოს კარგი რაღაცა, აბსოლუტურად გვარებთან არანაირი პრეტენზია და არანაირი არც ვკითხულობ ამ თემებს.
რაც შეეხება ლომსაძის ვალებს, მე ნამდვილად არ ვიცი, ამ ადამიანს ვალები აქვს თუ არა. კახა ლომსაძე ამჟამად თბილისში, ნაგირავე ბინაში ცხოვრობს. მან გვარის შეცვლის ამბავი დაგვიდასტურა, თუმცა მიზეზებზე საუბარი არ ისურვა. მე გახლავართ კახა ჯამბაზიშვილი და ვარ დედის გვარი მაქვს დღეს ლომსაძე ასე. რომელიც ნახევარ საქართველოს გვარი აქვს გადაკეთებული და რა არის ამაში ცუდი ვერ გავიგე. სამი ადამიანი დაგვაკავეს კი ბატონო. ეს ძალიან პირადია, ასე ვთქვათ. და არ მინდა ვთქვათ რა იყო მიზეზი ამის. ეს არის ძალიან პირადი, ასე ვთქვათ. ჩემი ძმა ის აცხადებს, რომ პოლიკლინიკების შეძენის მოთხოვნით მას მერიისთვის არ მიუმართავს. პირიქით, ლომსაძის განმარტებით მან შეთავაზება მერიისგან მიიღო. მერია დამიკავშირდა მე თვითონ და მითხრეს, აი თუ გაქვს სურვილი, ნუ მივედი და დავიწყე მოლაპარაკებები, ასე ვთქვათ, ერთ პოლიკლინიკასთან. მე თემა წამოვიდა, რომ თქვათ უფრო ფას დაწევდნენ, თუ რა, აი სამ პოლიკლინიკას შევიძენდით. და მივედით იმამდე, რომ შევთანხმდით რაღაცაზე. ლომსაძე ქონების განკარგვის უფლებას დღეს მხოლოდ ერთ სამედიცინო ცენტრში ფლობს. ამ ქონების შეძენისთვის თანხის გადახდის ვალდებულება ლომსაძეს მერიამ არაერთხელ გაუგრძელა. საბოლოო მონაცემებით გადახდის თარიღად 2013 წლის 20 დეკემბერია ჩანიშნული. უცნობია კვლავ გაუგრძელებს თუ არა მერია კახა ლომსაძეს ვადას ან გადასცემს თუ არა ლომსაძე ნიკოლოზ ურუშაძესა და მის ახლობლებს დარჩენილ ქონებას სხვა პოლიკლინიკების მსგავსად. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დღეს კახა ლომსაძე ნაგირავე ბინაში ცხოვრობს და მის მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ცოტა ხნის წინ ვალების გამო დაკარგა. გავყიდე სახლი, რა ვიცი, ყველაფერი თუ რამე გამაშა. დღეს არაფერი არ მაქვს რა. მე ძალიან ვნამობ, რომ ეს კალამის ამებში მივიღე მონაწილეობა საერთოდ. პირველადი ჯანდაცვის ობიექტების წარმომადგენელთა განმარტებით სამკურნალო დაწესებულებებში დარღვევები ფიქსირდება. თანამშრომლები ყვებიან, რომ საყოველთაო დაზღვევის მიუხედავად მერიის მიერ გასხვისებულ პოლიკლინიკაში პაციენტებს ფულს ახდევინებენ. დირექციისგან შემოვიდა ბრძანება, რომ ვისაც სჭირდება ბიულეტენი, ანუ საავადმყოფო ფურცელი სამსახურში წარსადგენად, უნდა გადაიხადონ თანხა ჩვეულებრივი ვიზიტის. 15 მოსულა, მე გაგრძელება კიდე 15, მე დახურვა კიდე 15 და ასე. ამ ამონაწერით ირკვევა, რომ დაზღვევის მქონე პირს პოლიკლინიკაში გადასახადი მართლაც აქვს გადახდილი. გაყიდული პოლიკლინიკების მედპერსონალმა საკითხის შესწავლის თხოვნით რამდენიმე დღის წინ თბილისის საკრებულოს მიმართა. საკრებულოს თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განმარტებით მან სხვადასხვა სახის დოკუმენტაცია უკვე მოიწია და საკრებულოში ამ თემაზე მუშაობაც დაიწყეს. ხდებოდა რეალურად დატაცება სასწრაფო წესით 1 ოქტომბრის მერე მიწების, ქონებების ესეთი სახეა, ესეთი რაღაც იკვეთება. ისეთი თემები, როგორც იყო პოლიკლინიკები და სხვა თემები, კაცრად გასაიდუმლოებელ პროცესში მიმდინარეობდა, რომ საზოგადოება პოსტფაქტუმ იგებდა რაღაც კონკრეტულ მოვლენას და მე რეაგირების არც დრო რჩებოდა და არც საშუალება. აი ამ პროცესში ქალაქ თბილისის მერი სულ მინიმუმ საქმის კურსში იყო და ეს ვერ განხორციელდებოდა მისი თანხმობის და ნებართვის გარეშე. პირველადი ჯანდაცვის ობიექტების გაყიდვის ფაქტებით პროკურატურა და შემოსავლების სამსახური დაინტერესდნენ. მათ კახაბერ ლომსაძე უკვე დაკითხეს. გამოძიება დაინტერესებულია ლომსაძის წარსულითაც. მათ ამერიკის საელჩოდან დოკუმენტაცია უკვე გამოითხოვეს. სავარაუდოდ მალე გაირკვევა ჰქონდათ თუ არა დაინტერესებულ პირებს წარსულის გამო კახაბერ ჯამბაზიშვილი ლომსაძის მართვის ბერკეტები. მერიის ქონების მართვის სააგენტოში კი რევიზია შევიდა. უცნობია უკავშირდება თუ არა მერიაში რევიზიის შესვლა კონკრეტულად პოლიკლინიკების საკითხს. თუმცა სავარაუდოდ რევიზიის დაინტერესების საკითხი პირველადი ჯანდაცვის ობიექტებიც იქნება. როგორ გახდა სააკაშვილის ფავორიტი ბიზნესმენის გიორგი რამიშვილის საკუთრება კარდენახის ისტორიული მარანი. ღვინის ქარხანა მიხეილ სააკაშვილის კრიტიკული განცხადებების მიღმა ჯერ ყოფილი პრეზიდენტის ძმის შვილს ნუგზარ შევარდნაძეს გადაეცა. შემდეგ კი ზარალას ხელში აღმოჩნდა. ღვინის ქარხნის ყოფილი მეპატრონეები კი რეფორმირებულ საჯარო რეესტრში დოკუმენტების გაყალბებაზე ალაპარაკდნენ. ბიზნესმენებმა საჯარო რეესტრის წინააღმდეგ სასამართლოს უკვე მიმართეს. დეტალები ზურაბ კუკულაძის სიუჟეტში. ეს მარანი გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში მდებარეობს.
ერთი საუკუნის წინ მარანი ილია ჭავჭავაძის დისშულმა არტილერიის გენერალმა კოტი აფხაზმა ააშენა. ამის გამო მარანს ადგილობრივი მოსახლეობისა და მთელი საქართველოსთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. კოტი აფხაზის შემდეგ მისი საკუთრება გრაფ შერემეტიევის ხელში გადავიდა. შერემეტიევის შემდეგ ისტორიულ მარანს მფლობელი არაერთხელ შეეცვალა. მათ შორის ერთ-ერთი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის ძმისშვილი ნუგზა შევარდნაძეც იყო. დღეს კი ისტორიული ღვინის ქარხანა სადაო ქონებათა ნუსხაში შედის. დაზარალებული ბიზნესმენები ამტკიცებენ, რომ ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს და მისი სამართალმემკვიდრის საჯარო რეესტრის კონკრეტული თანამშრომლების გადაცდომების გამო ამ ქონებას ერთმანეთს ბოლო მფლობელები ედავებიან. მოხდა დოკუმენტაციის გაყალბება, რომელიც დოკუმენტაციას გაყალბდა დავით რამფიაშვილის დახმარებით, რომელიც მაშინ იყო საჯარო რეესტრის უფროსი. ჩვენ ძალიან დიდი ზარალი მივიღეთ. წლების განმავლობაში ჩვენ ვერ შევდივართ ჩვენ პირად ქარხანაში. მიზანმიმართულადაა დოკუმენტები განადგურებული საჯარო რეესტრში. თუ ეს დოკუმენტები მიზანმიმართულად განადგურდა, როგორც პირველ ისე მეორე შემთხვევაში, აქ სახელზეა სულ ცოტა სამოხელეო დანაშაულის ნიშნები. ქარხანაში ღვინის დაწველება ტრადიციული მეთოდით ქვევრებში ხდება. აქ დაახლოებით 850 საუკუნოვანი ქვევრია. ქარხანა 1996 წლამდე სააქციო საზოგადოება კარდენახს ეკუთვნოდა, რომელსაც თემურ გულიაშვილი მართავდა. თემურ გულიაშვილის ხელმძღვანელობის პერიოდში საწარმოს სააქციო საზოგადოება არმაზ ბანკის მიმართ $1,000,000 ლარზე მეტი დავალიანება დაუგროვდა. ბანკის კრედიტის სანაცვლოდ სააქციო საზოგადოების მთელი ქონება იპოთეკით იყო დატვირთული. სააქციო საზოგადოება კარდანახს ვალი ჰქონდა სააქციო საზოგადოება არმაზი ბანკის 1996 წლიდან. შესაბამისად, არმაზი ბანკს გირავოში ჩადებული ჰქონდა ქარხნის საკუთარი საკუთრება. ეს დოკუმენტი 1998 წლის 29 აგვისტოს არის გაფორმებული, რომლის თანახმადაც სააქციო საზოგადოება კარდენახის სამეთვალყურეო საბჭომ ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ქარხანა არმაზ ბანკის აქციონერების მიერ დაფუძნებულ შპს წარაფი 98-ს გადაუფორმა. კარდანახმა გადასცა ვალის გასტუმრების მიზნით, ნაწილობრივად ვალის გასტუმრების მიზნით შპს წარაფ 98-ს. აღნიშნული ფაქტი დასტურდება 98 წლის აგერ არის მიღება ჩაბარების აქტით, რომელიც კარდენახსა და არმაზ ბანკის აქციონერებს გადაეცათ აღნიშნული ქონება, რომელიც გურჯაანის ტექბიუროში იქნა გატარებული და დასტურებული და რომელსაც თავის საიდენტიფიკაციო ნომერი მიენიჭა 1372. შპს წარაფი 98-ის აქციონერებმა ამ გარიგებით მიღებული ქონების საკუთრების უფლება გურჯაანის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროში დაარეგისტრირეს, რასაც 2000 წლის 11 ივლისს და 2004 წლის 23 იანვარს გაცემული ცნობები მოწმობს. ასევე არსებობს დადგენილება 2007 წლის, რომლის საფუძველზეც მხოლოდ მოხდა ფირმის მისამართის შეცვლა და აღნიშნული ქონება ისევ 2007 წლის ცნობითაც ისევ არსებობს შპს წარაფი 98-ის საკუთრებად. ქარხნის შპს წარაფი 98-ზე გადაფორმების მიუხედავად სააქციო საზოგადოება კარდენახის დირექტორმა თემურ გულიაშვილმა ეს ქონება შპს რქაწითელი საწესდებო კაპიტალში შეიტანა, რომლის დირექტორიც ასევე თავად იყო. 1997 წლის 26 მარტს გაფორმებული შეთანხმების თანახმად შპს რქაწითელი მაშინდელი პრეზიდენტის ძმისშვილის ნუგზარ შევარდნაძის საკუთრებაში არსებულ შპს ივერია პლუს შეუერთეს. მან ყალბი დოკუმენტების საფუძველზე, უпроსტად არარსებული ყიდოგაყიდის საფუძველზე მოახდინა შპს კარდანახის სააქციო საზოგადოება კარდანახის ქონების თითქოს რქაწითელზე გადაფორმება, რომელშიც შედიოდა ქვევრების საამქრო, ნომერ პირველი საამქრო, ის ქონება, რომელიც ქონებაზეც დღეს მიდის დავა. იყო დარეგისტრირებული, გატარებული ქონებრივად, რომ ესე იგი საამქრო, ქვევრების საამქრო იყო, ესე იგი წარაფი 98-ის კუთვნილება. და ხელმეორედ გაატარეს ახლა ეს ყველაფერი აი ამათმა და აქ მოხდა დიდი, ესე იგი კანონდარღვევა თავისთავად ცხადი. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, როდესაც უფლება უკვე რეგისტრირებულია, უნდა არსებობდეს ამ უფლების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.
ან უნდა მოხდარიყო ამ ქონების გადაცემა, გასხვისება, სახელმწიფოებრივი ან საზოგადოებრივი საჭიროებისათვის მისი ჩამორთმევა. არც ერთი ამ მსგავსი არ მოხდარა მოცემულ შემთხვევაში. ანუ სამართლებრივად დღესაც წარაფი 98 ითვლება იმ ქონების მესაკუთრედ, რომლის მესაკუთრედაც ატოლღაც რეგისტრირებულია ივერია პლუს. კარდენახის ბუღალტერის ნათელა ხოსიტაშვილის ხელმოწერილი დოკუმენტით ირკვევა, რომ კარდენახისათვის ქარხნის გამოსყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ღირებულება შებესერ ქაწითელს არ გადაუხდია. თავის მხრივ ინვესტიცია არც ქაწითელში განხორციელებულა, რომელიც ამ კომპანიისა და შებესე ივერია პლუსის გაერთიანებისას გაფორმებული ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. ძალიან სწრაფად მოხდა და არ ჩაუდიათ იმათ. მე ესე ვიცი, რომ არაფერი არ ჩადებულა იმათგან. თანხები ინვესტიციისთვის. თანხაზე კი იყო ლაპარაკი, მაგრამ ოფიციალურად მაშინ ბუღალტერიაში გატარებული არ იყო. 2008 წელს თემურ გულიაშვილის მიერ საბუთების გაყალბებასა და თაღლითობის ფაქტზე გურჯაანის პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. თელავის საოლქო სასამართლომ თემურ გულიაშვილი დამნაშავ ეცნო და იმის გამო, რომ ის დღემდე გაქცეულია, დაუსწრებლად 8 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. კახეთის საოლქო პროკურორის ხვიჩა ბეგიაშვილის დადგენილებაში ნათქვამია, რომ თემურ გულიაშვილმა დოკუმენტები გააყალბა და ნუგზარ შევარდნაძეს არმაზ ბანკში დაგირავებული ქონება პირადი ვალის სანაცვლოდ გადასცა. იმ წლებში თემურ გულიაშვილი იყო გენერალური დირექტორი. თემურ გულიაშვილს პირადი ვალი ჰქონდა ივერია პლუსის დამფუძნებლის ნუგზარ შევარდნაძის პირადი ვალი. და ამ გზით ქონება, რომლის გადაცემასთან დაკავშირებითაც არ არსებობს კანონიერ ძალაში არსებული ხელშეკრულება, აღმოჩნდა ივერია პლუსის საკუთრებით. ხოლო რაც შეეხება საფუძველს, რომელსაც ეყრდნობა ამ შემთხვევაში კახეთის საოლქო პროკურატურა, გახლავთ განაჩენი, რომელიც კანონიერ ძალაშია შესული გულიაშვილის მიმართ. ეს დოკუმენტი 2008 წლის 3 დეკემბრით თარიღდება. აქ ჩანს, რომ გურჯაანის ტექნიკური აღრიცხვის ბიურომ 2004 წლის 7 მაისს სადაუქონება ვინმე რევას სანიკიძეზე დაარეგისტრირა. შებესე წარაფი 98-ის წარმომადგენლების ინფორმაციით, ქარხანას ამ პერიოდიდან ნუგზარ შევარდნაძის ახლო გარემოცვა მართავდა. მოგვიანებით კი რამდენჯერმე გაიყიდა. მეუბნებით, რომ რის საფუძველზე მოახდინეთ ეს და გვითითებენ ესენი სწორედ იმ დოკუმენტაციაზე, რომელიც დოკუმენტაციაც არა მარტო გამოძიების, არამედ სასამართლო განაჩენითაც მიჩნეულია, რომ ეს არარსებული კიდევ გაყიდვის ხელშეკრულება მოხდა კარდანახსა და რკაწითელს შორის. შებესე წარაფი 98-ის წარმომადგენლები დავას გურჯაანის რაიონულ სასამართლოში საჯარო რეესტრის წინააღმდეგ გაგრძელებენ. სრული საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ მიზანმიმართულად ყომდება მოცემულ საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა, რაც ხელს უშლის ამ ადამიანებს მიიღონ კითხვაზე პასუხი. ჩვენს ქვეყანაში რეალურად დაცულია თუ არა საკუთრების უფლება და თუ დაცული არ არის, დღევანდელი ხელისუფლება და სამართალმცავი ორგანოები აპირებენ თუ არა რაიმე ქმედითი მექანიზმის ამოქმედებას იმისთვის, რომ სამართალმა იზეიმოს და საკუთრება დაუბრუნდეთ დასადებულ ადამიანებს. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს ამ აქტების, ზუსტად ჩვენი მოთხოვნა ამაში მდგომარეობს, რომ ამ სარეგისტრაციო აქტების ცნობების ყოველთვის სრისრულში მოყვანას, რადგან პირველ რიგში დამნაშავეა, რა თქმა უნდა, საჯარო რეესტრით, რომელმაც გააყალბა და აღნიშნული ქონების ჩვენ საკუთრებად გამოცხადებას. შებესე წარაფის დამფუძნებლებმა საჯარო რეესტრის შიდა კონტროლის სამსახურის უფროს სტარიელ შარაბიძეს განცხადებით მიმართეს. ბიზნესმენები აღნიშნავენ, რომ გურჯაანის საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტები, სადაც ქვევრების ქარხანა შებესე წარაფის საკუთრებად იყო დარეგისტრირებული, განადგურებულია. ისინი საქმეზე სპეციალური მოკვლევის ჩატარებას ითხოვენ. ვალდებული იყო ტეხაღრიცხვის ბიუროც და საჯარო რეესტრის სამსახურებიც, რომ იმ დროს მოქმედი კანონმდებლობით და დღეს მოქმედი კანონმდებლობით ყველა ეს დოკუმენტაცია დაეცვა და სათანადოდ შეენახა. დღეს გვეუბნებიან, რომ ეს დოკუმენტაცია თითქოს ამოღებულია 2006 წელს საფინანსო პოლიციის მიერ, კახეთის საფინანსო პოლიციის მიერ და ეს დოკუმენტაცია ჩვენთან აღარ არის. და თუ სამოხელეო დანაშაულის ნიშნებია, უნდა ჩაატაროს გამოძიება, სრულყოფილი გამოძიება შესაბამისმა სამართალმცავ ორგანოებმა. საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ წარაფი 98-ის დამფუძნებლებმა არაერთხელ მიმართეს კახეთის საოლქო პროკურატურას, წარუდგინეს შესაბამისი მასალები და ითხოვდნენ ობიექტური გამოძიების ჩატარებას.
თუმცა ამ მიმართულებითაც საქმეზე არაფერი გაკეთებული. არაერთი მცდელობის მიუხედავად ნუგზარ შევარდნაძესთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. თუმცა ჩვენ შევძელით კითხვები კარდენახის ქვევრების უნიკალური ქარხნის დღევანდელი მესაკუთრისთვის დაგვესვა. ისტორიული მარნის მფლობელი შეპესე ბლექსივაინია. კომპანიის დირექტორი გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ ქარხანა მისმა კომპანიამ კანონიერად კერძო პირისგან შეიძინა. გიორგი ხელაშვილი ამბობს, რომ რთველისათვის ემზადება და მისთვის ქარხნის ყოფილი მფლობელების სამართლებრივი დავა საინტერესო არ არის. ჩვენ ეს ქარხანა 2 წელია რაც შევიძინეთ და ვცდილობთ, რომ ფეხზე დავაყენოთ. იყო ძალიან ცუდ მდგომარეობაში, როცა შევიძინეთ და ძალიან დიდი ხნის ჩაკეტილი იყო ეს ქარხანა. დაზარალებული ბიზნესმენები ამტკიცებენ, რომ გურჯაანის რაიონის საჯარო რეესტრის ხელმძღვანელობა მათი ქონება გაყალბებული დოკუმენტების საფუძველზე დაარეგისტრირა. კანონიერი მესაკუთრის დოკუმენტაცია კი რეესტრის არქივიდან გააქრო. ფაქტები, რომელზედაც დაზარალებული ბიზნესმენები საუბრობენ, ედუარდ შევარდნაძის ძმისშვილის, ნუგზარ შევარდნაძის სასარგებლოდ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში მოხდა. ესე იგი, 15 წლის განმავლობაში ხდება, ესე იგი, აი სასამართლოები, ესე იგი, გაწელილი მდგომარეობა არის, ვერ დავიბრუნებთ ჩვენი კუთვნილი, ესე იგი, ქონება. შევარდნაძის დროს გასაგები არის, ამას ვერ დაიბრუნებთ, იმიტომ რომ თავისი შვილის ესე იგი საკუთრება იყო. მერე ეს სააკაშვილის ბანდა რომ მოვიდა, თავის თავაცხადია მაგათი, ესე იგი თუ არ იყავი წევრი, ხო და მაგათთან თუ არ ქონდა ურთიერთობა, ვერ დაიბრუნებდი. დღეს კი სადაუქონება ნაციონალური მოძრაობის ფავორიტი ბიზნეს ჯგუფის გიორგი რამიშვილის, იგივე ზარალას ბლექსი გრუპის შვილობილი კომპანიის ბლექსივაინის ხელშია. რა კავშირი აქვს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს სიღნაღის რაიონის სოფელ ნუკრიანში კერძო მესაკუთრისთვის მიწის წართმევასთან? ნუკრიანელი გოჩა და ბესიკ ბახტურიძეები საკონსტიტუციო სასამართლოს ამჟამინდელ მოსამართლეს და 7 წლის განმავლობაში კახეთის ყოფილ საოლქო პროკურორს თამაზ ცაბუტაშვილს ნათესავის გიორგი კრაწაშვილის ინტერესების დაცვაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება მიწის ნაკვეთს, სადაც ბახტურიძეებმა საცხოვრებელი სახლი ააშენეს. კრაწაშვილს კი ბენზინგასამართის სადგურის ამუშავების სურვილი გაუჩნდა. კრაწაშვილმა 2 ინსტანციის სასამართლო მოიგო. ბახტურიძეები კი საკითხის ხელახლა შესწავლას მთავარ პროკურატურას თხოვენ. ალექსანდრე კრაწაშვილმა მიიღება ჩაბარებით აქტით ჩაგვაბარა ქვითკირის შემოფარგლული ტერიტორია. ბახტურიძეებმა სოფელ ნუკრიანის ცენტრში ქვითკირის ღობით შემოსაზღვრული კოლმეურნეობის კუთვნილი მიწა 1996 წელს შეიძინეს. მოგვიანებით ერთ-ერთმა ძმამ გოჩა ბახტურიძემ შეძენილ ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლის მშენებლობა დაიწყო, მაგრამ 17 წლის შემდეგ ობიექტი ასე გამოიყურება. მშენებლობა შეჩერებულია. სახლი ბახტურიძეების საკუთრებაა, თუმცა სახლამდე მისასვლელი გზა და ეზოს ტერიტორია სადაო გახდა. გოჩა ბახტურიძე ოჯახთან ერთად დღეს გერმანიაში ცხოვრობს. მის ინტერესებს კი მისი ძმა ბესო ბახტურიძე იცავს. ეს ბენზინგასამართის სადგური იყო, ჩვენ მისთვის ხელი არ შეგვისლია. რადგან ოჯახი გერმანიაში ცხოვრობდა, ჩემი ძმის ოჯახი და სიტყვერი შეთანხმება იყო, რომ სანამ ოჯახი იქ ცხოვრობს და აქ ჩვენ ავაშენებთ და კეთილმოაწყობთ, ესარგებლად ჩვენი ფართობით. თელ ფართობს ესენი ხმარობდნენ და ჩვენ წინააღმდეგი არ ვიყავით. აქ ჩვენ საშენი მასალები გველაგა. ისინი ყარაულობდნენ. წლების წინ ამ ტერიტორიაზე კომპანია გია დავითაშვილს 35 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი დროებით სარგებლობის უფლებით ჰქონდა გამოყოფილი და კოოპერატივ ნუკრიანის მიწაზე ბენზინგასამართის სადგური ფუნქციონირებდა. 1996 წელს ამ ტერიტორიის გასაყიდად კოოპერატივის კრება შედგა. იმავე კრებაზე კომპანია გია დავითაშვილს დროებით სარგებლობაში გადაცემული 35 კვადრატული მეტრი მიწის ფართობის განკარგვის უფლებაც გაუუქმეს. 2009 წელს, როდესაც ჩვენ ჭერს ვაფარებდით და ჩვენ აქ ვაყენებდით ჭიშკარს, ამ ბენზინგასამართის ეგრეთ წოდებულმა მეპატრონებმა გითხრა, რომ ეს შესასვლელი ეზოც და აქნობამდე ეს სულ არის ჩემი ფართიო. ამაზე მოგვივიდა ჩვენ დავა. ხელშეკრულებაში, რომელიც კოოპერატივ ნუკრიანის დირექტორსა და გოჩა ბახტურიძეს შორისაა გაფორმებული, წერია, რომ გამყიდველმა მყიდველს ჩააბარა საყოფაცხოვრებო მშენებარე ობიექტი,
ქვითკირის ღობით შემოფარგლული ეზოთი, ძველი საყარაულო ოთახით, ყოფილი სარემონტო სახელოსნო კედლების ჩათვლით. აზია საუბარი მე მარტო მეოსა ვფიქრობ რომ ამის ძალიან ჩაგრავენ რა. ეგ არის საწყინო. იცია რომ ამისია. იცია რომ იყიდა, შეიძინა. იცია რომ გაუქმებული იყოს ის თავის დროზე. ხოდა მაინც აბარავი ძალიან თიჭერებიან, აბარავი ეს რატო ხდება ვერ გამიგია. კოოპერატივ ნუკრიანის მაშინდელი თავმჯდომარე ალექსანდრე კრაწაშვილი იხსენებს, რომ ეს კოლმეურნეობის კუთვნილი ტერიტორია იყო. მათ ქვითკირის ღობის შიგნით არსებული ტერიტორია მთლიანად ერთ პიროვნებაზე გაასხვისეს და მისთვის გაუგებარია, როგორ აღმოჩნდა ღობის შიგნით კიდევ ერთი მესაკუთრე. ეს ტერიტორია მთლიანად შედიოდა ერთ ამ მშენებარე ობიექტში. მთლიანად თავისთავად ცხადია. მან არ საკოლმეურნეო მიწის გამოყოფის უფლება არავის არ ჰქონდა ჩვენს გარდა. არც რაიონის გამგეობა და არც არავის. იმიტომ რომ ჩვენი დადგენილებით ვაკეთებთ ყველაფერს. ვიღება ჩაბარების ოფიციალური აქტით გადავეცით თელიანობაში ვახტურიძეს. გია დავითაშვილმა ბენზინგასამართი სადგურის მოსაწყობი ადგილის გამოყოფისთვის გამგეობას იმავე წელს მიმართა. მაშინ სიღნაღის რაიონის გამგებელი ვაჟა ცაბუტაშვილი იყო. ის ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ გია დავითაშვილს ბენზინგასამართი სადგურისთვის 35 კვადრატული მეტრი ფართი მართლაც გამოუყო, თუმცა არა ქვითკირის ღობის შიგნით, რადგან გამგეობა 3 წაზე უფლებამოსილება არ გააჩნდა. ერთ-ერთმა ყოფილმა ჩემმა მუშაკმა მომაკითხა გია დავითაშვილმა და მთხოვა, რომ ბენზინის გასამართი სადგურისათვის გამოგეყო ტერიტორია. მე გამოვყავი სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართობი, რადგანაც მე საკოლმეურნეო მიწის გაცემის უფლება არ მქონდა, იურიდიული უფლება არ მქონდა, ამიტომ გამოვყავი სახელმწიფო მიწის ნაკვეთი გალავნის გარეთ. იქ მოაწყეს მცირე ის ბენზინგასამართი სადგური, ეს იყო სადღაც 35 კვადრატული მეტრი. მოგვიანებით მომჩივანმა მხარემ წარმოადგინა დოკუმენტი, სადაც წერია, რომ გამგეობამ გია დავითაშვილს არა 35, არამედ 125 კვადრატული მეტრი ფართი გამოუყო. თუმცა დოკუმენტში მითითებული არ არის კონკრეტულად სად არის ეს ტერიტორია. გია დავითაშვილი ამბობს, რომ მან ეს ტერიტორია წლების წინ გაასხვისა და არ ახსოვს ზუსტად რამდენ კვადრატულ მეტრ მიწას ფლობდა. ზუსტად ნახმება და მაინტერესებს. მე რაზე დაიწყება და ვიღური ჩაიჭა, რადონები ჩაიჭა, რაზე დაუვენეგაცა. ფაქტურად არაფერი არ იყო. დოკუმენტაცია არსებობდა ყველაფერი, რომელიც იგი აშენებდა ის. 1999 წელს გია დავითაშვილმა ნუკრიანში მდებარე მიწა გაყიდა. სანოტარო აქტში მითითებულია, რომ მან 135 კვადრატული მეტრი მიწის ფართი ვინმე მარინა ჩირინაშვილს 2000 ლარად მიჰყიდა. 2003 წელს კი ჩირინაშვილმა ეს ტერიტორია უკვე გიორგი კრაწაშვილზე გაასხვისა. პირველი ყიდვა გაყიდვის ფაქტი ნოტარიულად ნოდარ ლომაშვილმა დაამოწმა. მეორე შემთხვევაში კი ნოტარიუსი მისი შვილი, გიორგი ლომაშვილი იყო. ლომაშვილები ამბობენ, რომ მათ სანოტარო აქტები რეესტრიდან წარდგენილი, ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით გააფორმეს. საჯარო რეესტრის ამონაწერი იქნებოდა ან ტეხბიუროს ცნობა. იმის საფუძველზე ვაკეთებთ თქვენ საერთოდ. დამახსოვს. ახალი ამბავი იყო შეიძლება. ანუ ეს საქმე არ გახსენდებათ? ნამდვილად არ მახსოვს. როგორ გამოყო, რა წესით გამოყო, უფლება ქონდა არ ქონდა, როგორ იყო, რანაირად იყო, მაგას მე ვერ გეტყვი, იმიტომ რომ თავარია თუ საჯარომ რეგისტრაცია გააკეთე, ხლა აქ ჩანს რომ გააკეთე, ხო რეგისტრაცია, ის რაც იყო გამოყოფილი, იმის რეგისტრაცია გააკეთე. ესე იგი საჯარო ეს სამონაწილეობს სარგებლობს უთყუარობის პრეზუმციით. всё, ჩემთან მოდის უთყუარია. სულ რო ვიცოდე რომ 100%-ია შეცდომა, მაინც უნდა გავაფორმოს სხვა უფლება არ მაქვს. იმიტომ რომ კოდექსი ანიჭებს უთყუარობის პრეზუმფციას იმას. ფართის მფლობელმა გიორგი კრაწაშვილმა მიწის შესყიდვიდან თითქმის 5 წლის შემდეგ 2009 წელს სასამართლოს მიმართა და ქვითკირის ღობის შიგნით უკვე 170 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი მოითხოვა. მოთხოვნილი ტერიტორია ბახტურიძეების სახლამდე მისასვლელ გზას თითქმის მთლიანად მოიცავს. როგორ გახდა ქვითკირის ღობის გარეთ გამოყოფილი 35 კვადრატული მეტრი მიწა წლების შემდეგ 170 კვადრატი და რის საფუძველზე მიმართა კრაწაშვილმა სასამართლოს უცნობია. ჩვენ ამ კითხვის დასმა თავად გიორგი კრაწაშვილისთვის გსურდა, თუმცა მან ჯერ უარყო, რომ კრაწაშვილი იყო.
შეკითხვა მაქვს თქვენთან და შეიძლება გამოხვიდეთ. მე მაქვს შეკითხვა. თქვენ პასუხი უნდა გქონდეთ, შეკითხვა როგორ გიორგი მინდა. აბა სად არის? ცოტა ხნის წინ დავინახე რომ მანქანით მოვიდა და ეხა მანქანით მოვიდა და რანაირად წავიდა თბილისში. ბატონო იქნებ გამოხვიდეთ და დაგველაპარაკოთ. შემდეგ დამალვა გადაწყვიტა. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის გამგეობის წევრი გიორგი მშვენიერაძე რამდენიმე წლის განმავლობაში ბახტურიძეების ადვოკატი იყო და სასამართლოში მათ ინტერესებს იცავდა. მშვენიერაძე იხსენებს, რომ კრაწაშვილმა სასამართლოში პროკურატურის დახმარებით შექმნილი მტკიცებულებები წარადგინა. იმისათვის, რათა შეექმნათ მტკიცებულებები, რომლებსაც ისინი საერთო სასამართლოში სამოქალაქო განხილვის დროს ვერასოდეს ვერ მოიპოვებდნენ, იმიტომ რომ ყველა მოწმე, რომელიც შესაძლოა დაკითხული იყო, იტყოდა სიმართლეს, მათ გადაწყვიტეს, რომ მიემართათ პროკურატურისთვის. პროკურატურამ, რომელმაც ჩემდა აბსოლუტურად გასაკვირად გამოიყენა მისი სრული უფლებამოსილება იმისთვის, რომ საქმე, რომელიც არანაირი პერსპექტივა არ გააჩნდა სისხლის სამართლის კუთხით, ექცია მტკიცებულებების მოსაგროვებელ საქმეთ საერთო სასამართლოებში საქმის განსახილველად სამოქალაქო დავაზე. დაგითხრა არაერთი პირი, მათზე იყო გარკვეული მუქარა, ზეწოლაც ეს არის გაყალბებული დოკუმენტები, დაგიჭერთ თუ კი ამას არ თქვით, რასაც ყვებიან თავად ეს მოწმეები ჩვენთან პირად საუბარში და სწორედ ამ საფუძველზე მოკრიბა მთელი მტკიცებულებები, ჩაატარა ექსპერტიზა ისე რომ თავად ნივთის მესაკუთრესაც არ მისცა საშუალება მიეღო მონაწილეობა ამ ექსპერტიზის ჩატარებაში და გამოიტანა ესეთი დადგენილება, სადაც ჩაწერა რომ თითქოს და ადგილი ჰქონდა დოკუმენტების გაყალბებას, უფლებამოსილების გადამეტებას, მაგრამ ეს არის ხანდაზმული და ამიტომ წყვეტ საქმეს. ანუ ფაქტობრივად ეს დადგენილება აქცია მტკიცებულებად სამოქალაქო საქმის განხილვისას, რასაც რა თქმა უნდა არ გააჩნია პრეიუდიციული ძალა, თუმცა სასამართლო სამწუხაროდ მას მაინც დაეყნა. გიორგი მშვენიერაძე ამბობს, რომ სიღნაღის რაიონულ სასამართლოში დოკუმენტები და მტკიცებულებები ბახტურიძის დაცვის მხარემაც წარადგინა, თუმცა სასამართლო მათი არგუმენტები არ გაითვალისწინა. მე პირადად დამრჩა განცდა იმისა, რომ სასამართლო და პროკურატურა გარკვეულწილად ურთიერთშეხმატკბილებული მუშაობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სამოქალაქო საქმე იყო და ერთმა მხარემ, ანუ პროკურატურამ მოუმზადა მოსარჩელე მხარეს ყველა მტკიცებულება იმისთვის, რომ საქმე წარმატებულად ეწარმოებინა სამოქალაქო სასამართლოში, ხოლო სამოქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ჩემი პირადი მოსაზრებით რამოდენიმე ნაწილში დაარღვია კანონი და მიიღო უკანონო გადაწყვეტილება. როგორც ჩემთვის ცნობილია, სამწუხაროდ სააპელაციო სასამართლომაც დეტალური გამოკვლევის გარეშე გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. ბესო ბახტურიძე ამბობს, რომ ორივე ინსტანციის სასამართლოში გიორგი კრაწაშვილის გამარჯვება მისი ახლო ნათესავის თამაზ ცაბუტაშვილის დამსახურება იყო. ცაბუტაშვილი მაშინ კახეთის საოლქო პროკურორი იყო და როგორც დაზარალებული ამბობს, კრაწაშვილს მტკიცებულებების შექმნაშიც და სასამართლოში მიღწეულ წარმატებაშიც გავლენიანი ნათესავი დაეხმარა. საკონსტიტუციო სასამართლოს ახალი მოსამართლე ყავს თამაზ ცაბუტაშვილი, რიგით მესამე მოსამართლეა, რომელიც სასამართლოში პრეზიდენტის კვოტით მოხვდა და ამ თანამდებობაზე მან ჯონი ხეცურიანი ჩაანაცვლა. კახეთის საოლქო პროკურორის თანამდებობაზე თითქმის 7 წლიანი მუშაობის შემდეგ 2011 წლის ზაფხულში მიხეილ სააკაშვილმა თამაზ ცაბუტაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 10 წლიანი ვადით დანიშნა. სიღნაღში მოსამართლე ცაბუტაშვილს პრეზიდენტის გარდა ზურაბ ადეიშვილის ახლო გარემოცვის წევრადაც მოიხსენიებენ. ჩვენ მივმართეთ გენერალურ პროკურორს ბატონ არჩილ კბილაშვილს და აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გიორგი კრაწაშვილის სასარგებლოდ სიღნაღის რაიონული სასამართლოსა და სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების საფუძველზე აღმასრულებლებმა ბახტურიძეების მშენებარე სახლის შესასვლელი ეზო სპეციალური ნიშნულებით უკვე შემოსაზღვრეს. სახლის პატრონი, რომელსაც სახლამდე მისასვლელი გზა აღარ აქვს, მისი საქმის გადახედვის მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს. ასეთი გახდათ კვირა გრიფის გარეშე. ჩვენ ერთმანეთს მომავალ კვირას ისე 21 საათზე მეცხრეზე შევხვდებით.